დილამშვიდობის გაუმარჯოს რა უნდა ამასაკ წყალი დაწყდა ახლა პირველ დავიბარე წყალი არ მოდიო და ბაკი გვაქვს ნახევრად ანუ წინა დღეებში გუში წინაც დაწყდა 24 საათი და მქონდა და ვიხმარეთ რა და აღარ დამიმატებია ბაკისთვის და ჩვენებთანაც ჩემთან და ჩემს ძმებთანაც დამწყდა რა იქნა 3 დღეა დღეს მე-4 დღეა არ მოდის 3 დღე რო დაწყდეს ის არის არა საფამდენი სარეცხია თან ხოთხშაბათიდან ვიწყებ ხოლმე მე სარეცხს ეს არ შეიძლება რა ყველაფერს დანახვა რომ უნდა კი ძალიან რეგვენი ადამიანი უნდა იყო რომ მართლა რაც აკეთდება არ დაინახო და ყველაფერზე მართლა უაზროდ იყო და იკვნესო და ეს არ კეთდება მიუხედავად იმისა რომ იყო გადათხრილები დისკომფორტები რაღაც ეხლა წყალს ვერც ისე გაიყვანა და გზას ვერც ისე დააგებენ და ეხლა წყალიც კეთდება და გვაქვს წყალი და ეხლა გზაც აგებენ ნენერა მართლა ძალიან ხისთავიანი უნდა იყო რომ ეგ დაინახო ადამიანმა რომ რასაც აკეთებენ და რაც კეთდება სოფლისთვის უბრალოდ ძალიან უკვე რომ ანუ ის ძველი წყალი რომელიც ძირითადად არ ქონდა მაგრამ მაინც ქონდა 1000 ერთხელ მაინც და ის წყალიც აღარ არის ანუ დაიკეტა ხა იმიტომ რომ ახალი წყალი როდესაც გადის და ისე მუშა პროცესია რომ ხელა წნევა აქ რო აქ ნატყოყრია იმ ხელა წნევა რო აქვს რომ ალაგ-ალაგ ფუჭდება ისევ და იმას აკეთებენ კარგად ხო ძველ წყალს არავინ არ გამოუშვებს რომ გაიგონი ის იმიტომ რომ ძველი წყლის გაყვანილობა ძალიან დაზიანებული იყო და სულ წყალგზაზე მოდიოდა ხოლმე ვეღარ გაიგებენ რა ძველი წყალი მოდის გზაზე ამოხეთქილი თუ ახალი ხო მაგრამ როდესაც წვეტავენ უნდა მარტყოფში ბევრჯერ მითქვა რომ აქვს ჩვენ ჯგუფი რომელსაც მთელი მარტყოფი რა ვიცი როგორც მარჯვენა ხელი ისე იყენებს რა ხდება მარტყოფში ასეთი ჯგუფი აი გაზი რო ქრება ხოლმე დენი ხომოდის მესიჯები და გაზი რო ქრება ხოლმე რომელ უბანშიც აპირებენ იმ გაზის ჩაქრობას ინფორმაციას გვაწვდიან ხოლმე რომ თადარიქი ქონდეს ადამიანს აი წყალზეც რომ ასე იყოს ძალიან კარგი იქნება იმიტომ რომ ეხლა ფაქტიურად არა დასალევ წყალი არა მაქვს იმედი აქ არის კი მაგრამ ეს დასალევად არ გამოდგება არის წუხელავადობე და კიდე კაი არ გადაუვარი აუცილებლად უნდა ვიცოდეთ რა რომ რამდენი ხანი წყდება რომ ანის დასალევი ავიღო ანის სახმარი ავიღო ეხლა საქმეს და იმას წყალს ისეთ საქმეს რომელსაც წყალი უნდა რა გამონებს ხო ხოდა გუში მე და ჩემი ძარც ლაპარაკობდით რა 4 დღე წარმოიდგინე არ მოგდის წყალი თან არის პერიოდი ექსკურსიების იქიდან რა საუბარი რო გქონდეთი რა ძანავინიჟესი მე რო იქ ვიყავი ხა ქუთაისში და იქიდან მოსული აფანოში არ ჯერჯულიყავი წარმოიდგინეთ რა ხელა უბედურობა იქნება რა ხელა სტრესი ხოდა არა სარეცხით ელემენტარული გუშინ არ დამირეცხია სარეცხი და გუშინ წინ აქ უყურეთ სტავრიდის ფხა არა გენერლის ფხა მაქვს აი გარჭმული გამოვიცალე მაგრამ ტკივა და იქ ამა კიდე სადღაც აქ რა უნდა და არ ვიცი მაგრამ გავკარი გუშინ ხოდა წარმოგიდგენთ გუშინ და დღეს გუშინ წინ არ მაქვს მარტო სარეცხი გარეცხები და
ანუ იტყვი რომ მთელი კვირებია კვირა არა ხელი არ დამიდი იმიტომ რომ საოცრად იმდენი იმიტომ რომ ეს დაუთოება რომ გონი რომ მორჩი ემატება მე მგონი ის დროა მივეჩვიო იმ აზრს რომ დასაუთოებელი სულ რომ ავთოვებდი ხოლმე ცარიელ კალათა მიხარო და ეგ მომენტი არა მგონია იყოს ნუ ზამთარში ალბათ რომ ჯემპრებს და რაღაცებს გავთხოვება აკრამექტია თუ მეჩვენე დღეს ბარბარე და ნინო მიდიან სკოლაში და ცოტა მოგვიანებით ლაშა ან უნდა გავუშვა მე ჩემთან ერთად უნდა მოვამზადო ისინი გუში დამავიწყდა მამი და ჩემო გავუმატანა ხინკალი და ეგრევე მაქვს ჩადებული საყინულში ეხლა უნდა შევწვა ოღონდ რომელი საათი არის ვის ორი წუთია მე მგონი ჯობია რომ ისა დავდგა ნუ 1:15 წუთი არა უშუალო ბიჭო ახლა დავდგა სანამ ჩაიცვენე სანამ გავამზადებ და მე რაღაცა ხორცია საჭმელად კიდე რა გვაქვს მაკარონია ყველია რაღაცებს შეჭამ სანამ გავემის ვიზავ ხინკალი შეიწვა მანამდე დარიცხელებს დავაბინე გუში სამსახურში აი იცი როგორ დავდიოდი ეხა იმდენად აღარ მაგრამ მაინც შეძვათ წუხებს ნახე აი დაბლა არა და წინაზე ხო დაბლა მткиოდა ეხა აი ესენი მткиვა ეს და ფიქრობ სანამ ქუთაისამდე წავედი ეს მაშინ ვიტკინი ალბათ იმიტომ რომ აი ესე რაღაცნაირად აი ესე აი ესე ვიჩექი წიწაკას რო არჩევდი და კინოს უყურებდი თან რო ავდექი მაშინ მივიგზენი საკეთში და ჭიმულობა და ქუთაისში დავამატე და გუში როგორ დავათრევდი სამსახურში ფეხებს და გენახათ მართლა დავათრევდი მე გავაკეთეთ სამსახურში ხინკალი. რამდენი ხანია უნდა მე გიაკეთებ სანგებრიელ ხინკალს ჩემი ძალი და მივეხმარე რა. გავაკეთეთ ცომი მოზილა ფარში გააკეთა მე გაბწყელება მოხევაში და საჭმელად გუშინ ხინკალი გქონდა. ხო და როშევჭავეთ მე მინდოდა რომ აი ხა მეთქი აი გავშლი იმას გარეთ ესე ყუთებს და დავიძინებდეთ ისე მაგრა მეძინებოდა ისე მაგრა რა იყოს მაგრამ რომ მოვედი სახლში ფეხსაცმელი მქონდა ის წყალში თეთრი კეტები დავრეცხე თეთრი შლორაკებია ყველაფერი ტვერსას რუტის ჩავთე კაი გოგო ვიყავ ანუ არ დავიცინე რა მაგრამ მე სადღაც 11-ის ნახევარზე ავწუხებ ფიქრობდი ან 19-ისთვის ხომ ითხრეს რომ ვიდეო გადავუღო ბაღში გამოსაშვები ზეიმი უნდა გადავიღო ამ ახალი ტელეფონით იმიტომ რომ ძველი ტელეფონით უარს ვამბობდი ხოლმე და ასე თუ ისე შემიძლია ნახევარ საათიანი ვიდეო 40 წუთიანი ვიდეო დავამონტაჟო ხო და რო დავწექი ზოგადად მასე დროს მომდის ხოლმე რაღაცა იდეები და სტანდარტული ვიდეო რო არ გამოვიდეს თქო სურათები კადრები მუსიკა და რაღაცა იდეა მომივიდა თავში ხო და თან ისეთი იდეა რომ ჩვეულებრივ განახორციელებ ყველანაირად და მადონას არ მithქვია 100%-ით თანხმობა მაგრამ ხა რაც უფრო ახლოვდება ეგ დღე ანუ არაფერი არ ემთხვევა რა ვფიქრობდი რომ 20-ში მივიდეთ ექსკურსიაზე ბარბარესი და რომ გადმოიწიოს მეთქი ვაი და ერთი დღით გადმოიწიოს უცბად არის ხოლმე ეგეთი შემთხვევები მე რა ვქნა და
ანუ უკვე დაგეგმილია 20 რიცხვი და შანსი არ არის გადმოიწიოს, ამიტომ საღამოს რომ მოვალ თუ მადონა ამ ვიდეოს არ უყურებს, ოფიციალურად დავეთანხმები და 19-ში წავა. და რომ მივარ უკვე ჩაცმდახურულები რომ იქნებიან ბავშვები გამოპრანჭულები და რაღაცა თხოვრო მასწავლებელთან ჯგუფში დაახლოებით 20 წუთი ნახევარი საათი მარტოები დავრჩეთ. ანუ მშობლები რომ გარეთ დაგველოდნენ და საერთოდ დარბაზში ჩავიდე. და მშობლების გარეშე უნდა გადავიღო ის კადრები, რა თქმა უნდა. მასწავლებლებიც უნდა იყვნენ ჩართულები რა. ოღონდ იცილისთვის მინდა ეს კადრები. მონტაჟისთვის, რაღაცა ნაწილი დასაწყისში, რაღაცა ნაწილი მაშინ ბოლოსკენ. თან არ არის ის ადრე რო იყო იმ ყველა სათითაო ლექსი, გაწელილა გაძაძღული ზეიმი არ იქნება. ცეკვებია და სიმღერებია და საერთოდ აკეთებენ და თან საყოველობა გამოვა. ხო და რა ვიცი, მაინტერესებს რამდენად ბავშვებიც მომყვებიან, ისეთი არაფერი არ იქნება, არ უნდა თქვან არაფერი არ მინდა რომ ცოტა საყვარელი ვიდეო გავაკეთო. ხო და იქამდე აი რაღაცა სცენარივით მომივიდა ასე. დადგმა არა კაცო, რაღაცა ისეთი, რომ კლიპში გამოვიდა და კლიპია თუ რაც არის რა. იქამდე კიდე რაღაცებს მომიფიქრებ. ძალიან საყვარლობა იქნება ოღონდ. ხო მე და ფლეშკაზე ის ავქნა, მაგრამ სავარაუდოდ YouTube-ზე წავტვირთავ და ვინც იცის YouTube-დან გადმოწერა იქიდანაც პრობლემოთ ხარისხის გაბჭების გარშე შეუცვლად გადმოწერა. ხო, გააჩნია მუსიკას, რას გამოვიყენებ რო YouTube-მა არ მიმიქროს და შეიძლება კომენტარებიც არ გაუშვას, რადგან ბავშვები იქნებიან. ანუ ვიდეო რო გადამოწმდება ხოლმე YouTube-ზე და თუ თქვა 50%-ზე მეტხანს ჩანს ვიდეოში ბავშვი ის უკვე აღიქავს რომ ის არის საბავშვო ვიდეო და კომენტარებს უთიშავს. თვითონ. განაშე გიძლია ჩართე. წინაზე ჩართე ნინოს დაბადების დღის ვიდეოზე ჩართე გამითიშა. ჩართე გამითიშა. კიდე ჩართე და მე მეილზე გაფრთხილება მომივიდა მესამეთ აღარ გამითიშეს. თვითონ მითხრეს რომ სანამ ლამაზი ხარ ახლა გათიშო. თორე ჩვენ ვიცით როგორც გაგთიშავთო Google-მა. ეხლა შენ შემოგევლებ და გათიშე. შიში ოხერია. აურა კარგია. გუშინ არ ქონდა შაქარი. სანამ მოვიდა თამთა და მოიტანა და დილით ადრე დავლეთ ყავ. მაგრამ მოიტანა ჩემმა თანამშრომელმა ბექა მოიტანა თავის მეუღლის გაკეთებული ჰალვა სახში. აჭარელები არიან და ანუ ეგეთი ჰალვა არ მიჭამია მე რა ისე ჰალვა არის ჩემ აი რომ მოიტან მაღაზიის საროა რაღაცა და არ მიყვარს ეგ ჰალვა. ხო და ესეთი ლამაზი კოზის გაკეთებული ესეთი ფორმები და ის მივაყოლე და ისე გემრიელად დავლი ის ყავა და ისეთი გემრიელი იყო რომ რა იყოს. ასე რომ მაიკო დიდი მადლობა შენ. მე ჩემთვის შენახული ჰქონდათ კიდე მეორე თანამშრომლის მოტანილი ჰალვა და ისიც შევჭამე და ნათია მადლობა შენს. ძალიან გემრიელი იყო. მაგათი გაკეთებული იყო გიესზე ისა ბორანო რომ შევჭამე რა მაგარი იყო. კიდე ის გავაკეთოთო სირანო სინორი რა სირა სინორი აი ვამუღამებ ნეს აჭარულ კერძის სახელებს აი გუშინ მე ჩვენც ვლაპარაკობდით აი მაგალითად მე რო ვლაპარაკობ ხოლმე რაღაცას და ძირითადად მაქვს უფრო კახური ქვემო ქართლს კი ვეკუთვნით, მაგრამ რატომღაც მე მგონია რომ მე კახეთს ვეკუთვნი. იქ ვარ საზღვარზე ვართ რა ის. თავდება კახეთი და იქ ვარ. და მაინდამაინც 1 სანტიმეტრით ვართ ქვემო ქართლთან. ხო და მე უფრო ეტყობა იქიდან ვარ კახეთიდან და ეს არის აი რაღაცას რო ამბობ ხოლმე ჩემი ის საუბრის მანერა უფრო კახურისკენ მიდის ძალიან მიყვარს. აი ეს ხალხი როა ხოლმე შესწორებებზე რო გადმოდიან ხოლმე აი ხარ უსმენ ბიჭებს რო ლაპარაკობენ აჭარულ კილოზე ხო აი ჩვენთვის ძალიან ბევრი რაღაცა არის ესეთი რამე რომელსაც ჩვენ არ ვიტყვით
არ ვიტყვით კი არა ის კი არა რომ როგორი არა აი აზრად არ მომივიდოდა რომ მასე შეიძლება აი ვინმე როგორ ამბობს რაღაცნაირად ამბობენ ხოლმე სიტყვით და ჩვენ მაგას სხვანაირად ვხობ რა აზრად არ მოგვივა რომ ის და იმდენად აი სხვადასხვა კუთხეს იმდენად თავისებური მანერა და კილო და ის აქვს და აი რა ძალიან საინტერესო არის ეგ რაღაც და აი ეს ხალხი არ შემიძლია ეს ესე არაა სწორე ეს ისე ანუ ჩემთვის არც კახური არც სვანური არც იმერული არც აჭარული არაფერი გამოვჩეს იმდენი მიმართულებით არის საქართველოს სხვადასხვა კუთხე და აი ეს ხალხი სად არის ეს შესწორებებს რო კეთებენ გრამატიკულად ეგ არის ჩემთვის სიმდიდრე ყველა ნებისმიერი კუთხის დიალექტი რაღაცა წესჩვეულებები რაღაცა რაღაცე და საერთოდ ვფიქრობ რომ ეგ არის გრამატიკულად დაშვებული შეცდომა ბევრი არის ხოლმე ისეთ რაღაცას მისწორებენ რომელიც 100%-ით კახულია და აი ის ისე უნდა ითქვას ის გატყლარჭულად ვერ იტყვი აი ეს ჯიგრულად უნდა ითქვას და მაგ ვიდეოზე გამოვიდა ხოლმე ესე არა ისე ოღონდაც რა აი ეგრე ეთყობა რომ ის არის აი გულიდან ამოსული ხო და ეს ძალიან გრამატიკული ხალხი დომესტოსიანებს რო ეძახი ეგ ხალხი არ შემიძლია მაგ დროს ჭოს ვაყოლებენ ხოლმე კიდე რა იცი ხოლმე სიტყვა ვინმეს ხმარობენ კიდე ისეთ ადგილას სადაც ჩვენ აზრით არ მოგვივიდოდა რომ ის გვიქნა ჩაგვემატერინა აი იცი აი ჩვენ რო ვიცით მაგალითად რომ შენ ხო გითხრეს რაღაცა ისე რა ანუ შენ ხო გაგაფრთხილეს და იმათ იცი რომ ვინმე არ გითხრა ანუ რაღაცა აი იმდენად სხვადასხვანაირად ერთი აზრი გამოითქვა და ისეთი საინტერესოა ხოლმე რომ რა იყო ვიმახსოვრებ ხოლმე სიტყვებს კიდე რომელი რას აღნიშნავს უკეთ ძალიან საინტერესო არის რა ძალიან კაია როდესაც სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებთან ესეთი ურთიერთობა გიქნება ახლა მე ესეთი ურთიერთობა რომ აი კარგად ლაპარაკით და რა ვიცი მთელი დღე ხოლმე თუ ერთი აი ისე გადის ხოლმე სამუშაო დღე ჩვენ სიცილ ხარხალში ხოლმე და რაღაცა რომ აი ეგეთი ურთიერთობა ძალიან კაია თანამშრომლებთან რა თქმა უნდა და კიდე ესე კუთხური დიალექტები რომელიც ჩვენთვის უცხოა კურს რო ხდება იმათთვის ჩვენია კიდე ხო იმათთვის იმდენად აღარებენ იმიტომ რომ აქაც ცხოვრობენ და რაღაცა მაგრამ მიხარია რომ მიუხედავად იმისა რომ ბავშვობიდან შეიძლება უმრავლესობა აქეთ იყოს მაინც იქაური კილო აქვს შენარჩუნებული და ეგ არის სიმდიდრე კი აი საიდანაც ხარ ის უნდა იყო ბოლომდე არაბუნებრივად არა ბუნებრივად ბოლომდე ის უნდა იყო დასანახად არა სვანურის ის მიყვარს კიდე იყურში რომ ხდება იმათი კილო ლაპარაკის მანერა აი ჩვენთან რო ერეკლე იყო ხა ღონისძიებაზე აი მისი ხმა აი მე რა მაგრამ მიყვარს აქ ჩემ მეზობლები ქურხული იყო ბექა ეცოდინებათ მწერალი არის და თიული და რაღაც მომენტში გამოჰკრავდა ხოლმე ეს იქაური ხასიათი უჩვენა ხოლმე ძალიან მაგარი რა ვიცი ნებისმიერ კუთხეს თავისი ის აქვს ეხლა მაგალითად ქუთაისში რომ ვიყავი ეს მეგრული ჩქარა ძალიან ბევრი იყვნენ მეგრელები და საათი რომ გამეპაროს ბავშვები აულაშა სულ ჩული გამატანო რომ ეს არის ძაღლის საჭმელი მოიტანოს ამინდინ 19 გრადუსი ანუ 19 ეხლა არის და 27 არის ოც აღაროს ჭექა ქუხილს და წვიმა საჭმელი ეგ უცხელაცა გრუხულებდა და ახველებდაც ასმარა ერთი ორი წვიმა წინწკალი წვიმა კი არა წვეთის გადამოვდა
ხვალე მინდა რომ მოვალ სამსახურიდან თუ ისეთი მექნებათ რომ დღევანდელივით უშინდელივით ან დღეს თუ მოვალ თუნდაც მინდა რომ პატარა ქათამს თავისი საბუდარი ყველაფერი მოუწყო იმიტომ რომ კუტკუტებს სავით პატარა იაპონკა და გუში რო ბიჭებს უთხარი ვინც მომცა იქ სამსახურში ანუ ეგრე არ იქნებაო რა აი რომ დაჯდესო და მე შენ სხვა კვერცხზე დასვაო ეგ კვერცხებზე ჯდებაო და თავის მოგროვილ კვერცხებზეო და მე უნდა გადასვა სადმე საბუდარშიო რა და მე კიდე ავაცარი იმიტომ რომ ის აწვიმდა იმ კვერცხებს და ავიღე რომ არ გაფუჭდეს მე შევინახე სადაც ერთი რამდენიმე დღე შენახული მქონდა და მე რომ არა და აღარ მე რა ვიცოდი ეჭვი მქონდა მოხარში ის კვერცხები და ეხლა მაგ ერთი წელი ხო და მინდა რომ ის გაუკეთო ის ერთი კვერცხი დაუდო და ნახო 1-2 დღე თუ დაჯდება და არ გატოყდება მე ერთ 5 კვერცხს შევგროვებ იქვე ტყის სამსახურში ბიჭებს და გამოვართ მე იმასი ანუ იმიტომ აი წინ ის დადებული კვერცხები რომ შემენახა მაინც აქამდე ვერ გაკაჩალა შეიძლება გაფუჭებოდა და ის ერთიც რატომღაც აღარ ადებს ეს ხვლიკი ეს მაგრამ მეორე ხო ისა თემოდან ამანათი გამოვიწია და ერთ-ერთია კომპიუტერი ინკუბატორი 5 კვერცხიანი USB კაბელით რომ უნდა იყოს შეერთებული. ხო და მე კი შევაერთებ და რაღაცა, მაგრამ ისა. შუქი რო ჩაქრეს, აი თქვათ მე-18 დღეზე იყო, შეერთებული იყო და ჩაქრეს შუქი. ჩათვალე რომ უნდა გადაყარო. გამართლებაზეა რა. ან ეგ ლეპტოპი უნდა გქონდეს და იმას გავუკეთო სანამ შუქი რომ ლეპტოპიდან ანუ ის უნდა გქონდეს აფია, power bank-ი. ვე ძარ ბაკარია. აუ ეგ უნდა ვიყიდო მართლა ეხა მე მჭირდება. რასაც დავაკვირდი მჭირდება, იმიტომ რომ ეხა ისე დიდ მანძილზე რომ მივიდივართ ხოლმე ბოლოს იქიდან გზაზე გოგოებმა მათხოვეს მაია მათხოვა და შევაერთე რომ ცოტა დატენილიყო ტელეფონი რომ არ მიყვარს ხოლმე 20%-ს ანუ რომ გაწითლდება და ჩამოდის ხოლმე არ მიყვარს ბატარეას მოფრთხილდები ძალიან და შევაერთე 25-მდე აფწია და აღარ შევხედე რომ სახლამდე გოსულიყო. და დაახლოებით 14-დან 100 ლარამდე მაგ ფასში რო ვიყიდო, ანუ კაი არის რა. გამოსადეგია, გამოგადგება. 2 წელია გვაქვს. მე მართლა მჭირდება. ტექნოლოგიები მჭირდება. რა იცი რა დროს დამჭირდება. კაი იყო გემრიელი იყო, თქვენ დაჭიროებაც კაი იყო დილით. აი დღე კი არა და ამ პერიოდში ვასწრებ ხოლმე თქვენთან მოსვლას. იმიტომ რომ მალე ნათდება ხოლმე, მალე დღეუდება, მალე ამოდის მზე და დილა. ამ დროს ნოემბერში, დეკემბერში არის უკუნეთი სიბნელე ხო დეკემბერში. ფანერით დავდივარ ხოლმე და მგონია რომ ძალიან დილა და აი განათების ფონზე კიდე არ მიყვარს ვიდეო ჩაწერა ქუხნაში. აი ეს უნდა მოხსნა ეს ჩაშკა. აგე იმაში შეძვრა პეპელა და გარდაიცვალა. ეგნა მოხსნა. აკუხნა მაგარი მისახედი აი ჩამოსახსერე ყველაფერი ჩოტკით ამაქვს ჩამოსაჭერი აი ესენი ნახეთ რომ ორთქლებს და სანამ გამწოს ვიყიდი აქ ხო ძალიან იორთქლებდა და შეხედეთ დაზიანებულებია ესენი უნდა სულ ჩამოვყარო შპაკლი არ შეიძლება გქონდეს დავშპაკლო და ისაქნა და მინდა თვითონ აი ამ კედლის შეღება იმიტომ რომ აი აქ რაღაცა მიეწუწა აქ რაღაცა სინესტისაა გამოსული გაზთან ხო ეგ მიეწუწა და მინდა რომ მოვალ ამაზო და ამ ზაფხულს ფიქრობ მაგ ამბავს რა აი ეს ექსკურსიები დამთავრდეს თუმცა მახსოვს შაშანს მაგას ვამბობ არა ისინი წყორო ვერ გავაკეთე ემოცია მაგიტო მაშინ ანუ შურთით უნდა შევღებოდა განვაახლო რა მე აღარ თვალი არ იმაში და აი ჩამოვაკეთე ეს გრძეზე აი უფეროლის აი ამას ჩამოვაკრავ
ოღონდ ეს არა მგონია. იყო საფასახიანი და რამე ისეთი ლამაზი. ავედი ხა გამოვშვებ ქათმებს. არ მიყვარს ხოლმე რომ გამოვშვე ხა დილადრე, იმიტომ რომ ის აკლემი აგე იქ მოდის და აგე იქა ყივის. და ხო ძინავთ ხა კი გავაღვიძებ ივანეს თალაშას ეძინება. მაგრამ მე ჩემი გამოვიყანო ვიდრე მე რომ მოვიდე დარჩით. თან ნინო მიდის თო თან ნინო საქმეა ხოლმე ქათმები, ნინო დარბენებს ხოლმე მაგად. ადი მანან ხა გამომოიღე ხინკლები დადეგასაც ცხელებად და გაღვიძე ბავშვები, ორი ბავშვი. მაგრამ ხინკლი მაინც ბლომათნობავად ცხელო რომ ადგებია ყველა ჭამს. მომავალი და უნდა დაგებშიდო. კაი დღეს გისურვებ და ბაჰე და აბახო მაგრამ. სანამ დაგებშიდობებით უცბად გამახსენდა ეხა გუში წინათ, იმის წინათ მომწერეს ამ ტელეფონზე რო ვიღებ ორ მხრივ ვიდეოს, საიდან აქვს, ანუ თვითონ კამერაში აქვს. აი სადაც აწერია ფოტო, ვიდეო, სელფი. ეგეთი ისინი ხო წერიან, ხო გადაყავ ვიდეოზე თუ იმაზე და მანდვი აქვს მულტივიდეო ასე აწერია და როგორც კი მაგაზე შევედი, ორ მხრივი კამერა გამიხსნა. ანუ ჩემ ძველ ტელეფონს ეგ არ ქონდა. ბარბარეზე არ მინახია, არ ვიცი, არა მგონი არ უთქვი არაფერი. ხო და ყველაზე მაგარი აღმოვაჩინე კიდე გუში. ეგ კი არა, აი ეს რამდენი ხანი იმაქვს და რაღაცებს ეხაც ან ფუნქციებში ეხაც პოულობ ხოლმე რამე ხად რაღაცა სიახლის და ეხლა უნდა განახოთ გუშინ ამ ტელეფონში რა აღმოვაჩინე. ანუ აი კადრიდან რო წაშლი ადამიანს ისე რომ უკან ფონი რომ ადამიანი უკან ფონი ხო არ ჩანს, აი ვიღაცა რო ეხლა მე რომ დგავარ ეს კუხნა ხო არ ჩანს როგორ და აი შეიძლება მომაცილოს და უკანა ფონი დატოვოს ისეთი როგორც სინამდვილეში არის და ჩემს გაუცება საზღვარი არ აქვს. ეხლა განახეთ. ეხლა შევალ გალერეაში და ავირჩევ რა ვიცი რომელიმე სურათს. მაგალითად აი ეს სურათი გამოვიყენე, გუშინ ივანეს გადავგზავნე და ახლა უყურეთ, შემოხაზავ იმ ობიექტს, რომელიც გინდა რომ წაიშალოს. თან საყვარელი ბავშვია, ბავშვს არაფერს არ ურეშ. უბრალოდ ივანესთვის მინდოდა რომ სურათი გადამეგზავ. შეხედეთ უკან ხა. აგე გეგონება არაფერი მომხდარა. ძალიან მაგარი არის.